წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შევიდა. მიდის თუ არა საზოგადოება არჩევნებზე და რომელი პოლიტიკური პარტია არის მათ შეხედულებებთან უფრო ახლოს? ერთად გავარკვიოთ ხალხის აზრი. მიბრძანდებით თუ არა 8 ოქტომბერს არჩევნებზე და რომელი პოლიტიკური პარტია არის თქვენ შეხედულებებთან ახლოს? აუცილებლად უნდა წავიდეთ ყველა და მეც წავალ, რა თქმა უნდა, არასდროს არ მიღალატია ამ თვისებისთვის და ყოველთვის გავაგზელებ და ეს ახლა ის მივცემ ხმას, ეგ უკვე ჩემი პირადი არჩევანია და მაგისი გაჟღერება არა აუცილებელი, მაგრამ რომელსაც ჩავთვლი საჭიროდ. დღევანდელ დროს ახლა რა ვიცი. ძირითადი პარტია რომელიც არის ალბათ იმას ისე, იმიტომ რომ ახალი ისეთი სახეები არ ჩანა, რომელიც იმდენად მედის მომცემი იყოს და რა თქმა უნდა მივდივარ და ოცნებას ვაძლევ ხმას. არ არის დამალული. და ანუ მოგწოთ მათი მმართველობის სტილი რამ განაპირობა? ყველაფერი მომწონს ოცნების. ჩემ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ დგას, მაგრამ აუცილებლად წავალ არჩევნებს. და უკვე გაქვთ გადაწყვეტილი ვის მისცემთ ხმას? გონი არავის. არა? როგორ გითხრათ ახლა? გონი არავის. ანუ არავის არ მისცემთ ხმას, უბრალოდ დაფიქსირდეთ. უბრალოდ დავაფიქსირებ, რომ არ ვენდობი არავის. წავალ და გადავხაზავ ყველას, არც ერთი არ არის ჩემთან ახლოს, იმიტომ რომ არც ერთი დაპირება დღემდე არ შესრულებულა, მე რაც თავი მახსოვს და რაც ვაზროვნებ და მესმის პოლიტიკა ასე თუ ისე. რეალურად შეიძლება რაღაცა 100-დან 1 შეესრულებინოთ და არა 100-დან 99, ანუ მინიმალური სრულდება, რაც არ არის ის დღევანდელ ქვეყანაში ისეთი მდგომარეობა, რომ მინიმალური არ უნდა სრულდებოდეს პირიქით, რაღაცა უფრო მობილიზება უნდა იყოს და უფრო მეტი უნდა იყოს, რა მეტი მონდომება უნდა იყოს იმისთვის, რომ ქვეყანა რაღაც ცოტა ფერზე წამოდგეს და არ იყოს უკიდურეს მდგომარეობაში.